უნდა ჩავთოთ ეკა ბესელია, რომელმაც შესაძლოა მეტი გვითხრას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ქალბატონო ეკა, საღამომშვიდობის, დიდი მადლობა ჩართვისთვის და პირველ რიგში მოდით თქვენი განწყობა და შეფასება მოვისმინოთ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით და კონკრეტულად აი ამ ნაწილზეც რო გითხრათ, რაც ეხებოდა ოპოზიციისადმი მის შეთავაზებას. პირველ რიგში ელოდებოდით, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ის პირველად ღიად გააკრიტიკებდა. საღამომშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მაყურებელს, მადლობა თამარ მოწვევისთვის. წინვალი გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს, არაჩვეულებრივი იყო მისი გამოსვლა. ძალიან ზუსტი აქცენტები ჰქონდა და ეს იყო მართლაც ლიდერის ხედვა, რომელიც იყურება მომავლისკენ და მიუხედავად იმისა, რომ მწვავე იყო რეალობის შეფასება, ველოდებოდი, რომ მისი გამოსვლის კონტექსტი იქნებოდა სწორედ ასეთი, ჩემთვის არ იყო მოულოდნელი ამ განცხადებების შინაარსი და ეს მოლოდინიც მქონდა, რაც მან ინიციატივის სახითაც გააჟღერა, ამას მოგვიანებით შევეხები და მათ შორის ვინც ამბობდა, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვლება ეხა მოცემულობაში უფრო რბილი გახდება. ვამბობდი, რომ ესე არ იქნება, უბრალოდ ვინც იცნობს პრეზიდენტს და სხვა შორის თქვენს სტუდიაშიც არის ადამიანი ფიქრია მაგალითად, რომელიც ასევე კარგად უნდა იცნობდეს იმ ბრძოლის ეტაპებიდან ქალბატონ სალომეს იცის მისი ხასიათი, ხო, მისი მებრძოლი ბუნება და არ უჭირს მას სახელების დარქმევა. რა არის ის თავარი გზავნილები, ხო, რაც დღეს პრეზიდენტმა გააჟღერა და არ მინდა წარსულში დავრჩე, არ მინდა დიდი ხანი არც აწმყოზე შევჩერდე, იმდენად რამდენადაც არა გვაქვს ბევრი დრო, რომ სწრაფად უნდა მოხდეს მობილიზება მომავლისთვის და არჩევნები არც ისე შორს არის. საქართველოსთვის ეს უდიდესი გამოწვევაა და პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის აიღოს პასუხისგებლობა ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. მან პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას, რომ ეხლა შიდა განკითხვის ჟამი არ არის და ეს გენიალური ფრაზა ეკლესიასთან ჟამი თქმის და უთქმელობის ეხლა არის მომენტი, როდესაც ცოტა ხნით არის უმჯობესი, რომ ეს შიდა განჟის და ერთმანეთის ამბების გახსენება შეჩერდეს და ამ ფორმატში, რაზეც ილაპარაკა და დაიწყებს კონსულტაციებს ახლო პერიოდში, სავარაუდოდ ეს იქნება ალბათ თვის ბოლო, როდესაც პრეზიდენტი აპირებს რომ ყველას დაელაპარაკოს, ყველას მოусმინოს და არა მხოლოდ მოусმინოს, თამარ შექმნას პროდასავლური ძალებისთვის ღია პლატფორმა, სადაც არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ სამოქალაქო სექტორი იქნება სრულად ჩართული, რომ შეჯერდეს, შეთანხმდეს ხედვები. აი იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ მომავალ ეტაპზე არჩევნების შემდეგ, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს, რა არის ის მთავარი საკითხები, რომელზედაც კოალიციურ ფორმატში უნდა იმუშაონ პარტიებმა. მაგალითად, რას ნიშნავს სასამართლოს რეფორმა, რომ ლაპარაკობთ, კლანი უნდა წავიდეს, აი როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ უნდა მოხდეს ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბება. ან როგორ უნდა შეიცვალოს ინსტიტუტების და ხელისუფლების დამოუკიდებლობა და დანაწილების პრინციპი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან კონკრეტული ხედვების შეჯერება მთავარ საკითხებზე. ეს აი ამისთვის ხსნის ახლა პრეზიდენტი ამ პლატფორმას, იმიტომ რომ ნუ ეწყინება, ნუ რავის, მაგრამ მგონია რომ დროის შეგრძნება ბევრმა დაკარგა და რაღაც გონიათ რომ ეს რაღაც ოქტომბერი ისე მოვა რომ თავისავად ყველაფერი დაალაგდება და ოქტომბრის არჩევნები ხო არ არის იმიტომ რომ მხოლოდ ცვლილება მოხდეს. აი შემდეგ რა ხდება, რაზე ვთანხმდებით, როგორია ჩვენი ხედვა სამართლებრივ სახელმწიფოზე. ევროკავშირმა დაადო 9 პუნქტიანი გეგმა. აი ამ 9 პუნქტს პრეზიდენტი ყველა შესთავაზებს და ეტყვის რომ მოდით აი ამაზე შევჯერდეთ. მიუხედავად იმისა, ვისთან დაჯგუფდება, ხო მას სწორი გზავნილი თუხრა დღეს ყველას რომ იქნება ყველა ერთად. ეს აი სხვადასხვა იმათაც მინდა ქართულოცნებასაც ეხებოდა ქალბატონო ეკა, ეს შეთავაზება იყო ამაზე საუბარი და მაგრამ არ მივლენ ხო რა მოლოდინება. არ მივლენ.
ლენ რა თქმა უნდა, მაგრამ პრეზიდენტი ყველას თავაზობს და მათ შორის პირდაპირ მიმართა ბიძინა ივანიშვილს და მისი მისამართი ძალიან ღია იყო ეს გზავნილი და ის სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში ჯერაც ერთი არის ძალიან ჩაკეტილი და ვიწრო, არ არის ყველასთვის ღია და პრეზიდენტის პლატფორმა იქნება აბსოლუტურად ღია. მათ შორის არასამთავრობო სექტორისთვის, ვინც თქვენ ახსენეთ უკვე, მაგრამ ქალბატონო ეკა ჩვენ დიახ ბრძანეთ და მეორე ის რომ ეს სამუშაო პროცესი რომელიც არაფერს შედეგად არ მოიტანს პრეზიდენტის ეს პლატფორმა ემსახურება იმას რომ არჩევნების პროცესშიც პრეზიდენტი იყოს ჩართული როგორც გარანტი რომ გარემო იყოს უკეთესი და არჩევნების შემდგომაც იყოს ამ პროცესის ხელშემწყობი რომ წინასწარ დაიდოს ხელმძღვანელი ამორჩეულმა იცოდეს რატომ მოდის არჩევნებზე კი ამაზე გკითხავთ აუცილებლად ქალბატონო ეკა მანამდე მინდა პარტიების შესახებ გითხრათ თქვენ ალბათ მოისმინეთ რომ პარტიების ძირითადი ნაწილი ერთვება ამ კონსულტაციებში ნუ დღეს გირჩის წარმომადგენელმა იაგომ თქვა რომ აზრს ვერ ხედავს მსგავს შეხვედრებში და კონკრეტულ შედეგს არ ელოდება მაგრამ არ გამორიცხავთ ხო რომ მიხვიდეთ მაინც ამ შეხვედრას და ყველგან დავდივართო კი ბატონო ვინც კატეგორიული უარი განაცხადა ქალბატონო ეკა ეს იყო გახარიას პარტია და თქვენ ალბათ მოისმინეთ მათი განმარტება და მიზეზიც აი რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ან რამდენად მოსალოდნელი იყო რომ გახარიას პარტია ასეთი მიზეზით უარს იტყოდა სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე მართლა იკითხა ცოტა გამიკვირდა მე მგონი რომ სწორად არ იყო გაგებული ეს შეთავაზება და ეს ფორმატი და მე მექნება საუბარი ამ დღეებში ვაპირებ რომ დაველაპარაკო გიორგისაც და სხვებსაც ვისაც ეს კითხვა ან წუხილები აქვს და ეს ფორმატი არ გულისხმობს არავისთან ერთად დაჯგუფებას ან გაერთიანებას. პრეზიდენტმა ზუსტად თქვა, არავის არ მოუწოდებ არც გაერთიანებისგან, არც დაშლისგან, მაგრამ მოუწოდა ყველას, რომ ეხა შიდა კინკლაობის დრო არ არის. ანუ ეს ფორმატი არის, სადღაც უნდა შეთანხმება შედგეს და საერთო ხედვას ყველამ ხელი მოაწეროს და დაადასტუროს. ქალბატონო ეკა, გიორგი გახარია ყოველ მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილს იწვევს დებატებში და საუბრობს, რომ დებატის არეშინიან და ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ამ დებატებში და ძალიან უცნაური იყო, როცა ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილთან არ სურს, ვთქვათ, ერთ მაგიდასთან დაჯდომა. არ იყო ეს? მე მგონი არასწორ, ხო, კი, გამიკვირდა და მეც მგონია, რომ რაღაც არასწორად იყო, მე მგონი გაგებული ეს თავაზება შეიძლება რაღაც სხვა წუხილებია დაძლებადია მე ვფიქრობ ეს წუხილი თუ რაღაც გარკვეული დაზღვევა პროცესის და ამაზე მე ვაპირებ რომ შევხვდე თვითონ გიორგისაც დაველაპარაკო და მგონია რომ ეს პოზიცია ალბათ უფრო დაზუსტდება არ მგონია რომ მათ უარი თქვან ამ ფორმატზე მე პირადად ეს მოლოდინი მაქვს რომ ეს ერთ-ერთი კარგი კონსულტაციები ერთ-ერთი კარგი კომუნიკაცია სადაც შეიძლება შედგეს მათ შორის ამ პროცესში ვხედავ გიორგი გახარიას და მის გუნდსაც კი ბატონო, ქალბატონო ეკა, ასევე მოვისმინეთ დღეს ჩვენ ქართული ოცნების შეფასებები, ვახსენე უკვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატური გაარემონტოს და გადმოიტანოს თავის რეზიდენციაში და რადიკალი ოპოზიციის ლიდერობა სურსო სალომე ზურაბიშვილს. ანუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტის ამგვარ განცხადებას? დღეს მან თქვა და სიტყვის ბოლოს მისი გამოსვლის ბოლოს გაიმეორა ძალიან მკაფიოდ რომ ის არაპირებს არანაირ გადადგომას პოსტიდან და როგორც მოლოდინები იყო რომ თქვა ორი თვით ადრე გადადგება და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში მან თქვა რომ ის აპირებს რომ მისი კონსტიტუციური ვადა ამოწუროს ბოლომდე და ზუსტად ამ პოსტიდან გააკეთოს ყველაფერი მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით და აი ამ პროცესებთან დაკავშირებით თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე ანუ ეს იყო მისი რაღაც საარჩევნო პროცესისთვის მზადება როგორც მომავალი პოლიტიკოსის თუ ეს იყო მისი განაცხადი როგორც პრეზიდენტის რომელიც ამ პოსტზე ამ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს პრეზიდენტის რანგში მათ შორის არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ ვიდრე მას არ გადაირჩევენ უკვე ხმოსნები პრეზიდენტი იყო ძალიან მკაფიო დღეს მის მხედვაში მან თქვა რომ
ის როგორც პრეზიდენტი ისე ჭირდება დღეს ქვეყანას. დიახ, ესე ჭირდება როგორც პრეზიდენტი. დღეს არ აქვს პრობლემა ოპოზიციას იმის, რომ რომელიმე პარტიას ლიდერი არ ყავდეს, პირიქით სიჭარბეა ლიდერების, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა იქნება თუ პრეზიდენტი არ გვეყოლება ზეპარტიული არჩევნების წელს და უბრალოდ არავინ აღარ იქნება კონსტიტუციურ ორგანოთაგან დამოუკიდებელი. მე სრულიად ვიზიარებ ამ პათოს, იმიტომ რომ პრეზიდენტს ახლა შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერის ფუნქცია შეასრულოს. ქართული ოცნების ქილიკი არავის არაფრად არ მიაჩნია, ვინც სერიოზულად განშის და უყურეს პროცესებს, ახლა რამდენიც უნდა იმდენი ქილიკონ. სიამდვილეში ამ ქილიკის უკან დგას შიში, თამარ, იმიტომ რომ ყველა ტიპის გაერთიანება, რის კონტურებსაც ხედავენ და დაინახეს დღეს პრეზიდენტის გამოსვლაში, არის საფრთხის შემცველი ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ძალა ერთიანდება იქ, სადაც ხდება საკითხების და ეხლა ეს იქნება ევროკავშირის დღის წესრიგი, საკითხების ირგვლივ გარკვეული რა პრობლემები შეუძლია ამით შეუქმნას ქართულ ოცნებას საუბრობთ? რეალურად ოპოზიციას ერთად აღებულს აქვს მეტი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა, ვიდრე ცალკე აღებულ ქართულ ოცნებას. ეს არის უდავო. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ტიპის კოორდინაცია, ერთიანობა, ეხლა ვერ მოხდება ყველას ერთად გაერთიანება. კოორდინაცია, რა თქმა უნდა, არის საფრთხის შემცველი. ამიტომაც დღეს ცუდად ენიშნათ, ნერვები მოეშალათ, სასაცილოდ ამ ყოფნის დინარაძე, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი ფორმით ელაპარაკება. მართლა უძაღლო ქვეყანაში რომ კატებს აყეფებენ, დინარაძე რომ ელაპარაკება. კობახიძის დასწრებაც დღევანდელ სხდომაზე რაღაც დემონსტრაციული ნაბიჯია. ერთი წელი ბრძოლაში რო არ გაუვლია და რეალურად რო არ უნახავს საფრთხე რა არის, ყმაწვილი, სადღაც რო სულ იყო ვიღაცის გავლენის ქვეშ, ეს ელაპარაკება იმ პრეზიდენტ ქალს, რომელსაც ამდენი უბრძოლია ქვეყანაში დემოკრატიისთვის. მოკლედ რა, ეს ძალიან ისეთი ლირიკული გადახოვა, მაგრამ უფრო არსებითი რაც არის ის, რომ პრეზიდენტმა რა თქვა დღეს, რომ ჭირდება როგორც პრეზიდენტი ქვეყანას, მისი გზავნილი იყო ერთად ვიბრძოლოთ, ძალიან მომეწონა და ემოციური იყო ახალგაზრდების მოწოდება, იმიტომ რომ ეს ის თაობაა, რომელიც ახლა ამ ბრძოლაში ისევე უნდა ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება ქალბატონოეკა? მე პირადად არ გამოვრიცხავდი. დღეს მიხეილ სააკაშვილის გზავნილშიც ეს მოიკითხა ყველამ. შეიძლება შესაძლოა თვითონ არც ფიქრობს, მაგრამ მე არ გამოვრიცხავდი, იმიტომ რომ ქვეყანას ყოველთვის ჭირდება ისეთი ტიპის პარტიული და ბალანსის შემძლე ლიდერი, რომელიც ვერავის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა. მით უფრო რომ მომავალი ხელისუფლება ცვლილებისთანავე იქნება ალბათ გარდამავალი რაღაცა ტრანზიტული პერიოდის და კოალიციას დაჭირდება მუდმივად ამ რთულ პერიოდში დაზღვევა და ეს დაზღვევა უნდა გამოცდილმა ზეპარტიულმა კონსტიტუციური ორგანოს ლიდერმა უნდა შეძლოს. მე ესე ვხედავ მომავალს, ამიტომ ვიაროთ ასე. წინ და ცოტა უფრო სწრაფად მოვახერხოთ ეს კოორდინაცია. შეთავაზება მიღებულია, პრეზიდენტმა გახსნა ეს სივრცე, ის მალე დაიწყებს ამ კონსულტაციებს და ძალიან საქმიანი იქნება ეს პროცესი. ეკა, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ შედეგი ექნება. სულ ტყუილად ფიქრობს იაგო, რომ აქედან არაფერი არ გამოვა. უწუნებ მას პოლიტიკურ ალღოს, უწუნებ პოლიტიკურ ალღოს. ბევრი კითხვა დამრჩა, ალბათ თქვენც ხვდებით, მაგრამ გადავდებ სტუდიისთვის, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.